პოლიტპატიმარი რეზო კიკნაძე სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დარბაზიდან გააძევა იმის გამო, რომ ბრალდებულს სურდა პროცესზე წიგნი ვაცის ნადიმი შეეტანა და დარბაზისთვის სიტყვით მიემართა. საბოლოოდ ადმინისტრაციულ ბრალდებაზე დანიშნული დღევანდელი სხდომა გადაიდო, თუმცა კიკნაძეს სხვა სისხლის სამართლის საქმის გამო პატიმრობა აქვს შეფარდებული. მთელი დღის განმავლობაში კი საქალაქო სასამართლოში გრძელდება ადმინისტრაციული საქმეების განხილვა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას რეჟიმი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. დავით კობიძე მოგუყვება საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარე პროცესების შესახებ. დიქტატორი აღმოჩნდა ის სიტყვა, რომლის გამოც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევისთვის დასანქცირებულმა მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა არ მისცა უფლება რევაზ კიკნაძეს, რომ საკუთარი სიტყვა, რომლითაც ადვოკატის შუამდგომლობას აზუსტებდა, დაესრულებინა. დღევანდელ პროცესზე რევაზ კიკნაძემ რიტორიკული კითხვა დასვა, თუ რატომ არ მიეცა მას საშუალება სხდომათა დარბაზში შემოეტანა წიგნი ვაცის ნადიმი, რომელიც ეხება დიქტატურას და წიგნი შეიცავს იმ შინაარსს, თუ როგორ ასრულებენ დიქტატორები და როგორია მათი ბოლო. ფრაზის ცეცხლი ოლიგარქიას წარმოთქმის გამო კი საბოლოოდ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება და კიკნაძე ბადრაგების თანხლებით იძულებით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან. სხდომა კი 20 თებერვლამდე გადაიდო. დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე მიმდინარეობდა პროცესი, თუმცა რევაზ კიკნაძეს სახელმწიფო ბრალდება ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და მე შევახსენებ მაყურებელს იმასაც, რომ როგორც თავად ბრალდებული აღნიშნავს, მისი დაკავების შემდეგ ის პოლიციელებმა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს და მას ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ არ მოაწერდა ხელს ჩვენებას, რომელშიც ეწერა, რომ ის დავალებებს იღებდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან თანხის სანაცვლოდ. აქ სანამ შემოვიდოდი, წიგნი უნდა წამომეღო მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი. მაგრამ რატომღაც არ შემომატანინეს ამ წიგნის უკანა გვერდზე გვერდის განმარტებაში, ყველა წინააღმდეგობაში ნახსენები იყო სიტყვა დიქტატორი. ზოგადად ვაცის ნადიმის იმასთან დაკავშირებული იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად ასეა. ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში ხდება. თავისიანებიც კი ტოვებენ, რადგან თავის დროზე შიში და ძალაუფლება. ცეცხლი ოლიგარქია! რევოლუცია არ შეგახინოს ძვირფასო მკითხველო ილია ჭავჭავაძე. მონომას არადოდეს ერქმევა მშვიდობა. ქართველი რუსპოვეთის ის პოლიტიკა ჩამეტედება. ასე იწოლე. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ორჯერ დააყენა სანქცირებული მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამისა იყო ის, რომ დაცვის მხარეს დროულად არ უზრუნველყოფ სწორად სასამართლომ, რომ დაცვის მხარეს დროულად გადაცემოდა მტკიცებულებები და საქმის მასალები, რომლითაც შემდგომ უკვე ექსპერტიზა ჩატარდებოდა. მეორე მთავარი არგუმენტი კი იყო ლელა ცაგარეიშვილის პროფესიული საქმიანობა, პროფესიული რეპუტაცია. დღეს ადვოკატმა შეახსენა მოსამართლეს, რომ ის არის სანქცირებული და ასევე მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს ერთხელაც კი არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. ის ყოველთვის იზიარებდა ბრალდების მხარის, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას აქტივისტების წინააღმდეგ და ყოველთვის იღებდა სანქციას ამ ადამიანების წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რატომაც სურდა ადვოკატს მისი აცილება, თუმცა მოსამართლის პასუხი ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ სანქცირება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და რომ ეს პროცესი მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ მოახდენს. დასანქცირებულ მოსამართლეს წანდებით და ასევე თქვენი სტატისტიკა, ბატონო მოსამართლე, რომელიც ისტორიას დასჭება. რამდენი საქმე განიხილეთ და ამ რამდენი საქმიდან ერთი მაინც თუ შეწყვიტეთ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბატონო მოსამართლე, რადგან არ მომეწია შესაძლებლობა დამენიშნა ექსპერტიზა და ხელოვნურად არ მომეცით, თქვენს მიმართ დასხვა გარემოებებს, როდესაც მიწევს კანონმდებელი, იკვეთება, რომ თქვენი აცილების საფუძველი. სანქცირების საკითხი, მოსამართლის კონკრეტულად ჩემი დასანქცირება, ის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არის ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ და წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოში სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. დღეს საქალაქო სასამართლოში სხვა პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც მიმდინარეობდა, მათ შორის იყო გელა ხასაიას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ედავება პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და ხელის შეშლას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელი, რომელიც წარსდგა სასამართლოს წინაშე, ამბობდა იმას, რომ გელა ხასაია მათ ხელს უშლიდა 4 დეკემბერს ნიკა გვარამიას დაკავებაში, ამიტომ საჭირო გახდა პოლიციელის ჩვენების მიხედვით, რომ დამატებითი ძალები ჩაერთოთ საქმეში გვარამიას დაკავების მომენტში. სხდომა, გელა ხასაიას სხდომა გადაიდო და ჯერჯერობით არ ვიცით მოსამართლე საბოლოოდ ცნობს თუ არა მას ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად.